გამარჯობა, მე ლელა კოტორაშვილი ვარ. როგორც იცით, YouTube არხი შევქმენი მაშინ, როდესაც გადავწყვიტე ჩემი მოსწავლეებისთვის ბალიშების შეკერვა, წიგნების მიხედვით მოხატვა და მათთვის საჩუქრად გადაცემა. 60-მდე ბალიში 2 კლასს უკვე შევუკერე, შემდეგ დაახლოებით 2 თვე დავისვენე და ახლა დადგა ის დრო, როცა ვიწყებ მე-3 კლასისთვის, მე-9 B კლასისთვის ბალიშების მოხატვას. ამასობაში შევცვალე ის რომ სქელტანიანი წიგნებს აღარ ვკითხულობ, რადგან ჩემი დაკვირვებით ბავშვების უმრავლესობამ ჩემი შერჩეული წიგნები არ წაიკითხა. ამან თავიდან ძალიან გამაბრაზა, გულით დამწყდა, თუმცა საყვედურები და ბრაზი ურთიერთობაში არ მიყვარს და შემაფერხებელია, ამიტომ გადავწყვიტე, რომ შემეცვალა ტექსტების ზომა და მცირე ზომის ტექსტები შევარჩიე. ჟანრი შევცვალე, ეს არის მოთხრობა, პირადი წერილი, მითი, ზღაპარი და საინფორმაციო ტექსტი. ვნახოთ რა გამოვა. ყოველ შემთხვევაში ის რომ მიზანი იყო ჩემი თითოეული ბავშვის გახარება, ამან მართლაც საოცარი სიხარული მოუგვარა ყველას, მეც და ბავშვ მოსწავლეებსაც. ვიცი რომ ამ ბალიშებთან ერთად სძინავთ და ჩემი მიზანი რომ თითოეულ ბავშვს ეგრძნო მასწავლებლის ყურადღება, რაც მრავალრიცხოვან სკოლაში ყოველდღიურად რთული არის ხოლმე, ეს მიღწეულია. კიდევ ის არის სიახლე რომ ჩავრთე ჩემი მე-9 კლასელი მოსწავლეები, 2 მოსწავლე, ნინო და ქეთო, იმ კლასიდან, რომელსაც ვუკერავ ბალიშებს, ძალიან კარგად ხატავენ და ვთხოვე რომ დამხმარებოდნენ, რადგან დრო მოგვეგო და ამასთანავე მათი ეს უნარი, ხატვის უნარი, მე-5 კლასიდან ვასწავლი 2-ს და ყოველდღე ხატავენ. გამომეყენებინა, ამან გამოიწვია ძალიან საინტერესო პროცესში ჩაგვაბა, მეც და 2 მოსწავლეც, мотиваცია აუმაღლდათ და შეიძლება ითქვას, რომ ზურგის ქარად მექცნენ, მთხოვენ, მიბიძგებენ, რომ როდის მივიტან ბალიშის პირს ან შერჩეულ მოთხრობას, ამ პროცესმა მოთხრობების შერჩევამ, ტექსტების შერჩევამ საკმაოდ დიდი დრო წაიღო, რადგან მიწევს უფრო მეტის წაკითხვა, რომ შევარჩიე სასურველი ტექსტი. ამასთანავე აღნიშნავ იმასაც, რომ თვითონ ჩემთვის არის ძალიან სასიამოვნო პროცესი თვითდისციპლინისა და თვითშემეცნებისთვის, რადგან მიწევს უფრო მეტ ცოდნას ვაგროვებ, ბევრ ტექსტთან მაქვს ურთიერთობა და ფიქრი პარალელურად იმ ყველაფრის ფონზე, რაც ხდება სკოლაში, სულ გამდევს, რომ რაზე გავამახვილო ყურადღება, რომელი ტექსტი შევარჩიო, როგორ შემოგთავაზოთ თქვენ ჩემი სათქმელი, რაც ძალიან საინტერესოა. ამ საგანმანათლებლო რესურსების შექმნაც და ისიც თუ როგორ მზრდის მე, როგორც მასწავლებელს ეს ყველაფერი. სასიამოვნო რომ არ იყოს, ნამდვილად თავს გავანებებდი. პირველი ტექსტი, რომელიც შევარჩიე, მოდი გაჩვენებთ ჯერ ნახატს, მოხატულ ბალიშის პირს, არის ულამაზესი. ისიც მიხარია, რომ ტექსტების წაკითხვა უწევთ ქეთოს და ნინოს, ინგლისურენოვან ლიტერატურას კითხულობენ როგორც წესი და ბოლო ლიტერატურულ კაფეშიც ინგლისური რომანები გაგვაცნეს. სწორედ ამიტომ ეს ერთგვარი მელაკუდური ჩანაფიქრი იყო მასწავლებლის, რომ ქართულ ტექსტებთანაც ჰქონდეთ ურთიერთობა. და აი ეს კონკრეტული ბალიშის პირი, რომელიც ნინო მოხატა, არის ძალიან საინტერესო იმ თვალსაზრისით, რომ თვითონ ტექსტიდან ამოარჩია ერთ-ერთი ეპიზოდი და ის დახატა, გააცოცხლა, რამაც ძალიან გამახარა. ხომ, ვიყენებ თუ გაინტერესებთ რომელი საღებავებით ხატავ, აი ასეთი აკრილის საღებავები, ოღონდ ნაჭრის საკანცელარიო მაღაზიებში ყიდება და ფლომასტერებს ვიყენებ, ნაჭრის ფლომასტერებს, ამ კონტურებისთვის, ძირითადი ნახატისთვის. პირველი ტექსტი, რომელიც შევარჩიე, არის კრებულიდან, იყო ერთი გოგო, გაეროს ქალთა ფონდის დაფინანსებით გამოიცა 2018 წელს, თანამედროვე ქართველი ავტორების მიერ დაწერილი ლიტერატურული ზღაპრები არის, სხვადასხვა ისტორიულ ქალზე თუ ცნობილ
გოგოზე, უცნობ გოგოზე, ნაკლებად ცნობილ ადამიანზე. მთავარი გზავნილი არის ამ კრებულის, რომ გოგოები დარწმუნდნენ საკუთარ შესაძლებლობაში, ირწმუნონ საკუთარი თავის, გახდნენ გაბედულები, მამაცები და იპოვონ საყვარელი საქმე, რომელსაც მთელ გულს მიუძღვნიან. რომელიც შევარჩია, ეს არის მაკალ დოკონენის, პუბლიცისტისა და მწერლის ლიტერატურული ზღაპარი მაშოს ნაკადულები, რომელიც ეხება მარიამ დემურიას, პირველი ქართული საბავშვო ჟურნალის დამაარსებელს და შევეცდები, რომ მოკლედ მოგიყვეთ ხოლმე ეს შინაარსი, თუ რას ეხება თითოეული მოთხრობა, ლიტერატურული ზღაპარი, მითი. აქვე გეტყვით იმასაც, რომ სიახლე მაქვს და ძალიან მაგარია ამაზე დაკვირვება, თუ როგორ იბადება იდეები ყოველი ახალი პროექტზე ფიქრისას, ეს არის დავალებების კრებული ნუსხა, კონკრეტ თითოეული მოთხრობისთვის, ტექსტისთვის მოფიქრებული და ჩემი შედგენილი. ამასთან დაურთავ ბალიშს, ამობეჭდილ ტექსტს, შეიძლება მთელი წიგნი ვერ ვათხოვო, რადგან რამდენიმე ტექსტი მაქვს ხოლმე შერჩეული, შევარჩიე ამ წიგნიდან და ბავშვები ისევე როგორც გაახარებთ მათთვის შეკერილი ბალიში, ვფიქრობ, დიდი мотиваცია იქნება მასწავლებლის მიერ კონკრეტულად თითოეული მათგანისთვის აკინძული და მოფიქრებული დავალებები. ეს არის წერითი, სახალისო დავალებები, მოძიებას ეხება და კიდევ სხვადასხვა უნარის განვითარებას ეხება. მაშოს ნაკადულებში ვეცნობით ჩვენ პატარა გოგოს მარიამს, რომელსაც მოფერებით მაშოს ეძახდნენ მშობლები, გორში დაიბადა პელაგია და ივანე დედმამა ერთადერთ ქალიშვილს დიდი სიყვარულით ზრდიდა. მაშა სხვა ბავშვებისგან განსხვავებით ძალიან უყვარდა წიგნები, პატარა ბიბლიოთეკაც მოუწყვია შინ და ეს ის დრო არის, როდესაც ყველა ოჯახში არ არის წიგნის ხელმისაწვდომობა. იმ ეპოქაში დიდი პრობლემა იყო, თუმცა მაშოს ეს უზარმაზარი სურვილი ჰქონია, რომ ეკითხა, მოეგროვებინა წიგნები, დამკვირვებელი იყო, აკვირდება თავის გარემოს, ინახავს ამბებად, შემდეგ კი მოთხრობებს წერს. მაშა 15 წლისა დაობლდა და შემდეგ უკვე ვეცნობით, როგორ მიდის ოზურგეთში მასწავლებლად, სადაც თავისი სურვილისამებრ ბავშვებს თავაზობს კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურას. ამის გამო მას დირექტორი გაუნაწყენდება, მაშა სკოლას ტოვებს და შეუერთდება წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. ბოლოს კი მწერალი გვაცნობს, როგორ აისრულებს მაშო თავის ოცნებას, რომ ბავშვებისთვის შექმნას ჟურნალი დააარსოს, შემოიკრებს ირგვლივ თანამოაზრეებს, ბევრს არ სჯეროდა, რომ ის ამას შეძლებდა და ხედავთ, როგორ გააერთიანებს ბევრ ადამიანს ამ იდეის ირგვლივ, საქმე დაქცევს და ნაკადული მართლაც ბევრი ბავშვის გულში დაიკავებს მთავარ ადგილს, ძალიან შეიყვარებენ, დიდი რუდუნებით ქმნის თითოეულ ნომერს და ეს სრულდება ბოლოს, აქვე ვეცნობით, რომ ძმებმა ზუბალაშვილებმა ჟურნალ ნაკადულისთვის რედაქცია შეიძინა რუსთაველის პროსპექტზე, თუმცა ახლა უკვე ეს შენობა დაკარგულია, ნაკადული შემდეგ დილად გადაკეთდა და აქ არის ისეთი საინტერესო მონაკვეთი ეპიზოდი, როდესაც ავტორი გვეუბნება, რომ თქვენ შეგიძლიათ მიმართავს მკითხველს ესტუმროთ ამ ჟურნალ დილის რედაქციას და ძველ ამბებს გაეცნობით, ნომრებს, ნაკადულის ნომრებს წაიკითხავთ და ბევრ საინტერესო ამბავს გიამბობენ რედაქციაშიო. სწორედ ერთ-ერთი დავალებაც ამას ეხება და გაგაცნობთ ამ ჩემი მიერ მოფიქრებულ დავალებასაც. ილუსტრაციაც აქვს ძალიან ისეთი შთამბეჭდავი, ილუსტრაციის ავტორი არის რუსლან ბერიძე. და როგორც გითხარით, ნინო შეცვალა ეს ილუსტრაცია აქედან არ გადახატა და აქ არის ერთი მონაკვეთი, როდესაც მაშო ზის ნაკადულის პირას და წიგნს კითხულობს. აი სწორედ ეს გააცოცხლა ბალიშის პირზე.
მეცხრე კლასელმა ნინო, რომელიც ძირითადად იაპონურ ანიმებს უყურებს და ქართულ ლიტერატურას ნაკლებად კითხულობს. ჩემი მიზანი, ჩემი ჩანაფიქრი ამგვარად რომ სრულდა ბავშვების ტექსტთან მიყვანა და მიბრუნება ქართულ ტექსტებთან ძალიან გამიხარდა. მაშოს ნაკადულები რატომ შევარჩიე? ჩემი მიზანი იყო რომ ბავშვებს გაეგოთ ავჭალი საზოგადოება დაარსა მარიამ დემურიამ და ჩვენ გრანულაში ვცხოვრობთ და ეს არის მოდელი ადამიანის საქმიანობისა, რომელმაც საყვარელი საქმე და სასარგებლო საქმე ერთმანეთს შეუთავსა, იპოვა და შეალია მთელი თავის სიცოცხლე საყვარელ საქმეს. ის მკითხავდა ამ ტექსტში წერია ღარიბ სტუდენტებს, მუშებს, პატიმრებს, აგროვებდა უბრალოდ მათთვის წიგნებს და უგზავნიდა. აი ასეთი ადამიანების გაცნობა ნამდვილად мотиваციის აღმძვრელია ბავშვებისთვის, რომ თავადაც საკეთონ სასარგებლო და კეთილი საქმე და ამავე დროს დავაფასოთ და გავიცნოთ ის ადამიანები, რომლებიც ბავშვებისთვის ზრუნავდნენ. მადლობა მაკას და ამ წიგნის გამომცემლებს, იდეის ავტორს. ამ წიგნის მიხედვით სოფელ უწერაში ბევრი მინი სპექტაკლი გვაქვს დადგმული. გაიცნობით ბარბარე ჯორჯაძეს, მანანა ზედგინიძეს, თამარ ვაშლოვნელს, მარო მაყაშვილს, პირველ მფრინავ ქალს რუსუდან ჟორდანიას. ნუსხას წაგიკითხავ დავალებების და დაგემშვიდობებით. პირველი აქტივობა. წაიკითხე მოთხრობა სამი სიტყვის თავიდან შემდეგ ბოლოს გამოყენებით. მოყევი შინაარსი, შემდეგ კი შეავსეთ ხრობის რუკა წერილობით. ეს ძალიან მიყვარს, რადგან გვეხმარება ხოლმე რომ გააქტიურონ თხრობა, ისწავლონ თხრობა და გააქტიურონ ის ლექსიკური მარაგი, რომლებსაც ამოვიკითხავთ ხოლმე ამ ტექსტიდან და ხშირად ვუწერ თითოეულ გრაფაში იმ სიტყვებს, რომლებიც იმ კონკრეტული მონაკვეთის მოსაყოლად სჭირდებათ. შემდეგი აქტივობა არის დააკვირდი ბალიშზე დახატულ ილუსტრაციას და ტექსტში მოძებნე ის ეპიზოდი, რომლის მიხედვითაც ნინომ ნახატი დახატა. ამოწერე რამდენიმე წინადადება. მესამე აქტივობა ამგვარია. ყურადღებით წაიკითხე ვიკიპედიიდან მოძიებული ინფორმაცია მარიამ დემურიას შესახებ და დაწერე 5 ფაქტი, რომლებიც მწერალს არ აქვს გამოყენებული მოთხრობაში. და ამობეჭდილი მაქვს და შემდეგ აი ეს 5 რამ რაც უნდა ჩამოწეროს. მეოთხე არის ამგვარი, დაწერე შენ როგორი საჩუქრების მიიღება გახარებს, როგორ არჩევს საჩუქარს მეგობრისთვის, ოჯახის წევრისთვის, დაწერე თავისუფალი თემა საჩუქარი, სახელად საჩუქარი. და ეს ციტატა მაქვს ამოწერილი. მის მეგობრებს ჭრელა-ჭრულა საკაბეებით, პრიალა წაღებითა და ხის ათამაშოებით თუ ახარებდნენ, მაშოს საოცნებო საჩუქარი კი წიგნი იყო. მეხუთე აქტივობა არის ისევ ამონარიდი ციტატა ტექსტიდან და მიწერია შემდეგ ასეთი რამ, დაწერე რას ფიქრობ ავტორის შეხედულებაზე წიგნის ძალის შესახებ. შენი პასუხი, არგუმენტები დაასაბუთე. მეექვსე აქტივობა ეს ძალიან მომწონს. წადი ჩვენი უბნის ბიბლიოთეკაში და მოძებნე გამომცემლობა ნაკადულის მიერ დაბეჭდილი 5 წიგნი. გულისხმიერი ბიბლიოთეკარები მოძებნაში დაგეხმარებიან. შემდეგ კი დაწერე დღის ჩანაწერი, რა დაინახე, რა გესმოდა, რას ფიქრობდი, რას გრძნობდი, რა შთაბეჭდილებები დაგრჩა, რა გაიგე ახალი. მეშვიდე აქტივობა, მოიძიე ინფორმაცია ჟურნალ ნაკადულის გამომცემლობის შენობის შესახებ და გაგვაცანი. მერვე აქტივობა, მოდი ერთად ვესტუმროთ ჟურნალ დილის რედაქციას და მეცხრე აქტივობა ამგვარია. მოთხრობიდან ჩანს, რომ მარიამ დემურიას ნაპოვნი ჰქონდა თავისი მისია. შენ რის იკეთება სიამოვნებს, შენი აზრით რა არის ისეთი საქმე, რაც კარგად გამოგდის და სხვებისთვისაც სიკეთის მომტანია. დაფიქრდი და წერილობით მომიყევი. ბოლოს კი სიტყვები მაქვს ამოწერილი, რომლებიც ამ ტექსტიდან შეგხვდა.